ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. სერტიფიკატები ღირებულებითი განათლების ტრენინგების სრული კურსის გავლისთვის სასულიერო პირებს გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომდა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ თავდაპირველად შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში უკვე 50 სკოლაში იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართლის მოქცევის 1700 წლისთავი აღენიშნება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს უძღვნის საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სკოლებში ქრისტიანობის შესახებ სწავლების შეტანას. პატივცემულო ბატონო მინისტრო, პატივცემულო ქალბატონო მინისტრის მოადგილეო, ძვირფასო მამებო, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებო, თანამშრომლებო, დღეს მართლაც ესეთი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დღე არის. ისტორიული შეიძლება ეწოდოს თანამშრომლობას სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის, რომელიც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და აი ამ შედეგამდე მიგვიყვანა. მიმდინარე სასწავლო წელს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ემთხვევა, ვეგებებით აი ამ მნიშვნელოვანი სიახლით ქრისტიანულ მისიონერულ ღვაწლის თვალსაზრისით. მოზარდებს საშუალება ეძლევათ სასკოლო გარემოში გაეცნონ და ეზიარონ ქრისტიანულ ღირებულებებს. მადლობა გსურს გადაუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ყველა მის თანამშრომელს. მათ სათანადოდ შეაფასეს საპატრიარქოს მცდელობა მოზარდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომელსაც ქრისტიანობა ქადაგებს. მოგეხსენებათ, ქრისტიანობა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის და კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ჭეშმარიტი მეცნიერება, ხელოვნება თუ ლიტერატურა ქრისტიანული ღირებულებების გარეშე, რომელთა აღმოჩენა და მოზარდებისთვის მართებულად მიწოდება არის ჩვენი ყველა საერთო და უმთავრესი მისია. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და მჭიდრო, ნაყოფიერი და ეფექტიანი თანამშრომლობა აწარმოა ამ მიმართულებით. საგულისხმოა, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეძლეოდა საშუალება მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეთა განათლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია თავისი ისტორიული და ღირებულებითი მნიშვნელობით უდიდესი საუნჯის მატარებელ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ დგას ჩვენი სახელმწიფო ქრისტიანობის მიღებიდან მოყოლებული, ყველამ კარგად ვიცით, რა რთული მემკვიდრეობა ერგო ჩვენს ქვეყანას პოსტსაბჭოთა პერიოდში. ვიცით, როგორი ძნელბედობის ჟამს იტვირთა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავისი მსახურება. მას შემდეგ, რაც მოხდა მისი აღსაღდრება, ეს მძიმე ჯვარი აიღო, მას დაეკისრა ეს მძიმე ჯვარი. არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას არ ეფიქროს, არ ელოცოს და არ ეღვაწოს ამ დაზიანებული აზროვნების გამოსასწორებლად. დახურული კარების გასაღებად და საზოგადოების ჩატეხილი ხიდების აღსადგენად. არ არსებობდა სფერო, იქნება ეს კულტურა, მეცნიერება, ლიტერატურა თუ სხვა, რომელთა წარმომადგენლებთან არ გაჩაღდა შემოქმედებითი ურთიერთობა. ეს არის ჩვენი თანამედროვე ეპოქის უდიდესი მისიონერის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის გზა, რომელსაც ადამიანი მიხავს ტაძრამდე.
მადლობა მინდა გადაუხადო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, რომ აი ამ რთულ და მძიმე პერიოდში, როდესაც მთავარი ღირებულებების გაუფასურება და ჩანაცვლება ხდება, ეკლესიას და თითოეულ სასულიერო პირს მოგვცა სავალი გზის მყარი ორიენტირები და მოქმედების უტყუარი გეგმა. მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მათ ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, რომ დღიდან ჩვენი ურთიერთობის დაწყებისა აგერ უკვე მესამე წელია მუხ ჩაუხრელად და თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ღირებულებითი განათლება სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობების და მისი როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, დეკანოს ანდრიას, სამსახურის მამებს და ასევე იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ შრომობდნენ და იღვწოდნენ სკოლებში ღირებულებითი კლუბების დაარსების და შედეგიანი ფუნქციონირებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას იმ შრომისთვის, რომლის შედეგადაც ეკლესიას, საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აი ამ სიახლით და ამ ძღვენით ულოცავთ. ვერთმა დაგლოცოთ, აგახაროთ, გაგაძლიეროთ და შემდგომი წარმატებები მოგცეთ. გაიხარეთ. თქვენო მაღალ ყოლადო სამღვდელოებო, მეოფეშიო მოგესალმებით და ვითხოვ ლოცვა კურთხევას თქვენგან ბატონო მინისტრო, გაბატონო მინისტრის მოადგილე, განათლების სამინისტროს თანამშრომლებო, მამებო, მოგესალმებით ყველას და მინდა სიხარულით გაცნობოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ. დღეს განათლების სამინისტროსთან ერთად ვიღებთ დასტურს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დასტური, იმისი რომ შედგა ჩვენი სამწლიანი მცდელობის შედეგი. და შედეგი არის ის, რომ განათლების სამინისტროში დამტკიცებული არის ღირებულებითი განათლების პროგრამა, ხელშეწყობის პროგრამა. და ეს უკვე ნიშნავს, რომ ოფიციალურად როგორც არჩევითი საგანი და როგორც კლუბური განათლების კომპონენტი განათლების სხვა საგნებთან ერთად სკოლაში არის დანერგილი. ამას წინ უძღოდა სამწლიანი მუშაობა და 1 წელი საპილოტე პროგრამით მუშაობა, სადაც 30 კლუბამდე მუშაობდა განვლილი წლის განმავლობაში. წელს ამ კლუბების რაოდენობა 50-მდე იზრდება და დიდი სიხარულია, რომ ეს მოვლენა ემთხვევა მნიშვნელოვან თარიღს საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. მინდა მადლობა გადაუხადო მეოფეშიოს სწორი ორიენტირებისთვის, კურთხევისთვის და ძალისხმევისთვის, რაც ჩვენს აი ამ მუშაობას მუდმივად მფარველობდა და გზას უკლევდა. პატრიარქს, იმიტომ რომ მისი მოცემული გზის გაგრძელებას ვცდილობთ ჩვენ და ნიმუში მისგან გვაქვს აღებული. ჩემთვის არის უდიდესი პატივი დღეს ვიყო თქვენთან ერთად და აი იმ სამწლიანი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შრომის შედეგის პირველი ნაყოფის, ესე ვთქვათ, პირველი გამოშვების შედეგს აღვნიშნავდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რამე თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი თავის აღზრდას იღებს არა მარტო ოჯახში, არამედ იღებს სკოლაში და ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა, რომელთაც უნდათ რომ ასწავლონ ის მნიშვნელოვანი ფასეულობები, რომელიც სიყვარულთან, მეგობრობასთან, ათიმცნების დაცვასთან და იმ ტრადიციებთან არის დაკავშირებული, რაც ქართულ იდენტობასთან, ჩვენს წარსულთან არის დაკავშირებული, უაღრესად მნიშვნელოვანია. მე მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ამ იდეას თავიდანვე მხარი დაუჭირა, მისცა საშუალება, რომ ეს იდეა განვითარებულიყო და ის შრომა, რომელიც შემდგომში ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ორმხრივად ვითარდებოდა, ამ ყველაფერმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ისე როგორც ალბათ არასოდეს, განსაკუთრებით
უახლესი ისტორიის პერიოდში საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი იწყება თქვენი უშუალო ჩართულობით. რამე თუ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ლიბერალური ღირებულებებიდან გადავდივართ ეროვნულ ღირებულებებზე და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის, რასაც სასულიერო საზოგადოება წლებია, განსაკუთრებით ბოლო წლებია აქტიურად ყოველთვის ქადაგებთ და საზოგადოებას უზიარებთ, ხელისუფლების მიერ აბსოლუტურად სწორად იქნა აღქმული და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გადარჩენის უმნიშვნელოვანესი გზა, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ფასეულობებით, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური სიწმინდით და ჩვენი ტრადიციების პატივისცემით შევძლებთ ამ ქვეყნის და ქართველი ერის წინსვლას, გაძლიერებას და წარმატებას. ამიტომ მათ მოხდა, რომ შარშან განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან ერთად აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მრავალთვიანი თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც არის სასკოლო ცხოვრების, სწავლების, მეთოდოლოგიის, სახელმძღვანელოების განმსაზღვრელი კომპონენტი. ამ დოკუმენტმა ჩაანაცვლა 2004 წელს მიღებული მსგავსი დოკუმენტი, რომელიც 180 გრადუსით განსხვავდებოდა ახლანდელი ტექსტისგან. ის იყო ძირითადად ლიბერალური ღირებულებებით გაჯერებული, მაშინ როდესაც ეს დოკუმენტი არის გაჯერებული პირველ რიგში ეროვნული სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ქვეყნისა და უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატულებით, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების დაფასებაზე არის ორიენტირებული. ამიტომ სახელმძღვანელოები, რომლის შემუშავებაც დაიწყება, ის მეთოდოლოგია, რომელიც სკოლებში მალე უკვე დაისადგურებს, ყველაფერი სწორედ ამას დაეფუძნება. მე გასულ კვირას მივიღე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ყოველი დღე ყველა სკოლაში დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით და დროშის აღმართვით. შეიძლება ეს იყოს რაღაცა მცირედი კომპონენტი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ ყველას კონდეს გაჯერებული და სიამაყის გზნობა კონდეს საკუთარი სახელმწიფოსადმი, საკუთარი სახელმწიფოს სიმბოლოებისადმი, როგორიც არის ხუთჯვრიანი დროშა და როგორიც არის ჩვენი სახელმწიფო ჰიმნი. ამიტომ თქვენი ჩართულობა, რომელიც მე ვიცი, რომ ფაქტიურად უკვე დაწყებულია და მიხარია, რომ 50 სკოლაში შევძლებთ თქვენი უშუალო მონაწილეობით ამ ფრიად მნიშვნელოვანი და ღირებული პროცესის წარმართვა ძალიან დიდ შედეგებამდე მიგვიყვანს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება წამახალისებელი იმისა, რომ ჩვენ გავაფართოვოთ როგორც სკოლათა რაოდენობა, ასევე არეალი და სხვადასხვა ქალაქებში, რეგიონებში თქვენი ჩართულობით, სხვა მამათა ჩართულობით შევძლოთ ღირებულებითი განათლების შეტანა, იმიტომ რომ ოჯახის და სკოლის აღზრდასთან ერთად თქვენი მხრიდან მიწოდებული რჩევა, თქვენი მხრიდან მიწოდებული დარიგება უაღრესად მნიშვნელოვანია და განსაზღვრელია იმისა, თუ როგორი მოზარდი თაობა გვეყოლება. დღეს გამორჩეული დღეა ჩვენი ერის, ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიაში, რადგან დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიომ და განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა 26 სასულიერო პირს, რომლებმაც გასული წლის სასწავლო წლის მანძილზე დააარსეს საშუალო სკოლებში ღირებულთა განათლების კლუბები და მათ სასწავლებლო პროცესს წარმატებულად გაართვეს თავი და სასურველი გარემო შექმნეს და ბევრ ახალგაზრდას მისცეს ახალი ხედვით სამყაროს დანახვის შესაძლებლობა. დღეს დაჯილდოებული იყვნენ ეს მოძღვრები, შეიძლება ითქვას აი ამ სერტიფიკატით, მათ შორის გახდით მეც და მადლობა ყველა მათგანს, ვინც აი ამ სულისკვეთებაში, აი ამ ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსების საკითხში თავისი წვლილი შეიტანა და მადლობა საზოგადოების ურთიერთობების სამსახურს, მამა ანდრიას, მამა გურავს და ყველა მოძღვარს, რომელიც დღეს აი ამ დიდ საქმეს წარმოადგენს და მადლობა განათლების სამინისტროს, პატრონ მინისტრის ხელმძღვანელობით, რომლებმაც შესაძლებლობა მოგცეს დღეს ჩვენ.
2026 წელს ჩვენი ქვეყანა ქართლის მოქცევის 1700 წლის თავს აღნიშნავს. Ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით ის რაც გვაერთიანებს. მისი მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო. Ამ მოძრაობის ეგიდით პირველი შეხვედრა 2 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. მეორე შეხვედრა კი დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა. საინიციატივო ჯგუფის წევრები სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. შეხვედრას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, საინიციატივო ჯგუფის წევრები, მეცნიერები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ქართლის მოქცევის 1700 წლის თავის იუბილესადმი მიძღვნილი კულტურულ საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამოები გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე შევუდექით სერიოზულ მუშაობას საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავისათვის. უკვე ტარდება ღონისძიებები საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აღარ მათ არის ჩამული ამ საქმეში, იკითხება ლექციები საქართველოს ისტორიაზე, ქართული ეკლესიის ისტორიაზე, მთელ რიგ მიმართულებებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და დღეს მეუფე დანიელმა ბევრი საინტერესო საკითხი დააყენა ჩვენს წინაშე და მე ვფიქრობ, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელი აქ იყვნენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ადრეა პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომლები. იმედი მაქვს, რომ ყველა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. თანამედროვე საქართველო და ჩვენ თანამედროვეები ვდგავართ საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის წინაშე. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ, აღვნიშნოთ სათანადოდ ღირსეულად საქართველოს ოფიციალური გაქრისტიანების, სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარების 1700 წელი. ეს არის მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უადრესი სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის შემოღების თარიღი და ცხადია მას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისათვის და ჩვენი საზოგადოების, არამედ მსოფლიო საქრისტიანო საზოგადოებისათვის, მსოფლიო ცივილიზაციისათვის. ეს თარიღი განასახიერებს ჩვენს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქრისტიანობის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისადმი ერთგულებას, შემდეგ ამ კულტურის, ქრისტიანული კულტურის სიმტკიცეს და ურღვეობას 1700 წლის განმავლობაში, ის დღესაც თუ შეიძლება ასე ითქვას, ისეთივეა, როგორც იყო 1700 წლის წინ და უფრო განვითარებული და რაც მთავარია, თანამედროვე დღევანდელი საქართველოს სამოციქულო ეკლესია დგას, ურყევად დგას იმ პრინციპებზე, იმ სარწმუნოებრივ საფუძვლებზე, რაც 1700 წლის წინ მიიღო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, ეს არის ქართული კულტურის მრავალმხრივობის გამოხატულება და ამიტომაც ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მიმართულებით, ეს არის კულტურის დარგები, ეს არის განათლება, ეს არის მეცნიერება, ეს არის საზოგადოება, ზოგადად საზოგადოებრივი ცხოვრება. ამით ჩვენ უნდა ჩავერთოთ, თელიერი უნდა ჩავერთოთ და დევიზი ამ მოძრაობის, ასე ვთქვათ, ამ დიდი ღონისძიების აღნიშვნის, რომლის აღნიშვნამდე ჩვენ 1 წელი გვაქვს, თელიერის ჩასართავად დევიზი არის ასეთი. გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს. დიდი თარიღი გველოდება ქრისტეშობიდან 2026 წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის ოფიციალური რელიგიად აღიარების 1700 წელი. ეს არაჩვეულებრივი თარიღია, ასევე ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის 80 წელი და ბატონი ივანე ჯავახიშვილის იუბილეც. მე ახარებს ეს თარიღები და გამოხატა მე მგონი მთელი ქართული ერის სიხარულს. არაჩვეულებრივი რამ ჩაიფიქრა მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საპატრიარქოსთან ერთად
და აი ეს კონკრეტიკა თუ მისი სახელწოდება თუ იდეა ქართული ერის კიდევ ერთხელ გაერთიანებისა და კიდევ ერთობას ეხება, დიდ სიყვარულს ეხება, დიდ ქრისტიანულ სიყვარულს, რომელთაც გვიცხოვრია აი ეს 1700-ში და უფრო მეტიც მოგეხსენებათ საქართველოში ქრისტიანობა 2000 წელს მოითვლის, ეს დიდი იუბილეც აღინიშნა საქართველოში და უნდა იყოს კიდევ ერთხელ გამაერთიანებელი ქართული ერისა და მე როგორც ის მეცნიერი, რომელიც უკვე დაახლოებით 50 წელიწადია ვიკვლევ ქართული კულტურის და ქრისტიანული რელიგიის ისტორიას მთელი კავკასიის მასშტაბით, მიმაჩნია, რომ კავკასიელი ჩვენი მეგობრებიც, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეებიც უნდა ჩართოთ ამ დიდ იუბილეებში და ეს იქნება დიდი სიხარული. უბრალოდ ვიცარგებებ ახლა ამ არაჩვეულებრივი ჩვენი სატელევიზიო ეთერებით და იმას აღნიშნავ, რომ მაგალითად ინგუშეთში, სადაც ჩვენ 1979-30 წლებში ავღადინეთ უდიდესი სამეკლესიიანი ბაზილიკა წმინდა თომას სახელობაზე, კვირაცხოვლის სახელზე რო არის და იქ არის მოხსენებული მელქისედეკ პატრიარქი, მთლიანად აღმოსავლეთის პატრიარქიც კი, მისი რესტავრაცია ხელახლა იგეგმება თავისი არქეოლოგიური სამუშაოებით ინგუშეთში და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რელიგია იყო თავის დროზე მე-10 საუკუნიდან მოკიდებული თემურლენგის შემოსევამდე მთელი კავკასიის გამაერთიანებელი ისევე როგორც სახელმწიფოებრიობისა, ასევე იქნება თქვათ ინგუშეთში თუ დაღესტანშიც არაჩვეულებრივად ესე თქვათ მიღებული და მოწვეული. მე კიდევ ერთხელ მივესალმები ორგანიზატორებს ამ დიდი თარიღების აღნიშვნის თაობაში. დღეს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა შეხვედრა, რომელიც გულისხმობს იმ მნიშვნელოვანი თარიღის ფაქტობრივად უკვე ოფიციალურ დაწყებას, რომელიც გაისად საიუბილეო წელის სახით უნდათ რომ გამოკვეთონ. და რა არის ეს? ეს არის 1700 წელი ქართველი ერის გაქრისტიანებისა. დღეს შეკრებილი საზოგადოება, მეცნიერებიც და სასულიერო პირნიც ყველანი აფიქსირებენ იმ აუცილებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი გადარჩენის მომტანი უნდა იყოს და ეს არის ერთმანეთს შორის დიალოგის გამართვით, ურთიერთკავშირით, ურთიერთაზრების გაზიარებით მოხდეს ერის შერიგება, ერის გამთლიანება, რომ ამ გამთლიანებულმა ერმა მყარად წარმართოს დამოუკიდებელი ძლიერი საქართველოს ცხოვრება. გვიახლოვდება ძალზედ მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი. და ვფიქრობ, რომ ეს არის არა მარტო ჩვენი ეროვნული მასშტაბის ზეიმი და აღსანიშნავი მოვლენა, არამედ საერთოდ საკაცობრიო კულტურის და საკაცობრიო ცივილიზაციის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ 1700 წლის განმავლობაში მთელი ერის, ხალხის, კულტურული ერთეულის ცხოვრებას მის ძნელბედობაში თუ აღშენებლობის წლებში წარმართავდა სწორედ ეს მოვლენა, რასაც ქვია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში 1700 წლის წინ. ამ რელიგიამ ჩვენში შეასრულა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ფუნქცია, აღშენებლობითი ფუნქცია, ეთიკური ფუნქცია, არანაირი დევნა, არანაირი დესტრუქციული პროცესები ამ რელიგიას არ გამოუწვევია. მხოლოდ და მხოლოდ იყო ულევი, წყარო, სულიერი აღორძინების, კულტურის, მთელი ჩვენი ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერება, ისტორიოგრაფია, ჩვენი იმედები, ჩვენი მოლოდინები, ჩვენი მომავლის ხედვები მთლიანად საზრდოობდა ამ მოვლენით. ჩვენ ვძველოთ იმაზე, რომ 1700 წელი, რომელიც უნიშნულოვანი წელი იქნება 2026 წელს საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიათა აღიარებისა, ჩატარებული იყოს ისე, როგორც არასდროს რამე თუ მთელ მსოფლიოში მოგახსენებათ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც აუცილებლად ჭირდება უდიდესი პატივისცემა ქრისტიანობას, რამე თუ რაც ვართ ქართველები, უდიდესი წვლილი არის ქრისტიანობის მიერ ჩვენს ერში და ჩვენს გენში.
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 18 სექტემბერს ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა. პირველ დღეს ნაჩვენები იყო მხატვრული ფილმი თეთრი ქარავანი, რომელიც ელდარ შენგელაიამ რეჟისორ თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს გადაიღო. ღონისძიება ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონო არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გახსნა. მან რეჟისორ ელდარ შენგელაიას შემოქმედებასა და 8 წლზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება ფილმები: არაჩვეულებრივი გამოფენა, სამანიშვილის დედინაცვალი, შერეკილები, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი და მრავალჟამიერი ტრილოგია. დღეს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიხსნა გამოჩენილი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი მისი 6 მხატვრული ფილმი, ეს ძირითადი ნაწილი 5 ფილმი არის ძველი პერიოდის და ბოლო მე-6 არის 2022 წელს გადაღებული ტრილოგია მრავალჟამიერი. ჩვენ რეტროსპექტივა დაიგეგმა საქართველოს ეროვნული არქივის და ეროვნული კინოცენტრის მიერ. ზოგადად ჩვენი ორგანიზაციები ძალიან აყოფიერად მუშაობენ ქართული კინომემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის, რესტავრაციის კუთხით და ეს ფილმები ბევრჯერ გასულა ჩვენ ეკრანზე, მაგრამ დღევანდელი რეტროსპექტივა მიეძღვნა ბატონი ელდარის ხსოვნას, მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ჩვენ გვინდა რომ ასეთი ფორმით მივაგოთ მის ხსოვნას პატივი და ისე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ იმ შემოქმედებისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას დაუტოვა. 21 სექტემბრის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრის და ეროვნული არქივის თანამშრომლობით საზოგადოება შესაძლებლობა ექნება, რომ იხილოს ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა უდიდესი ქართველი რეჟისორის, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა არა მხოლოდ ქართულ კინოში, არამედ ფაქტობრივად ყველა ქართველის გულში. როგორც თავად ბატონი ელდარი ამბობდა, მისთვის ყველაზე მთავარი ჯილდო ეს იყო ხალხის სიყვარული და არა ის ჯილდოები, რომელსაც ძალიან ხშირად იღებდა სხვადასხვა ფესტივალს. ეს რეტროსპექტივა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ფილმი ნაცნობია საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად ამ ფილმების ზოგიერთი მათგანის ფრაზებითაც კი ვლაპარაკობთ. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დაახლოებით 40 დღის წინ ბატონმა ელდარმა დაგტოვა, თუმცა მუდმივად დარჩება მისი ხელოვნება ჩვენთან.